მოგესალმებით ბათმალების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ და აკაკი შანიძის ქუჩა ნომერ 26-ში მდებარე კორპუსში ჩავარდა კიბის უჯრედი და სწორედ აქ არიან ახლა ამ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შეკრებილი მოქალაქეები. ისინი ითხოვენ შესაბამისი სამსახურების ყურადღებას და ამბობენ, რომ საფრთხე-შემცველია უკვე ამ კორპუსში ცხოვრება. მოდი გავისაუბროთ მოქალაქეებს. თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ განახებთ კადრს. როგორ არის ჩავარდნილი კიბის უჯრედი? ეს არის შანიძის 26. გუშინ წინ მოხდა ეს შემთხვევა. და ამ კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები სწორედ ახლა არიან შეკრებილი ეზოში. მე მინდა მათ გავესაუბრო. მოგესალმებით ქალბატონო, რომ მოგვიყვეთ, როდის ჩავარდა ეს კიბე თქვენს კორპუსში? კვირა იყო, საღამო იყო. სამი ხო? შუადღეს. თქვენც გაგესაუბრებით, მოდით მოგვიყვებით ამბავი. ყველას გასაუბრება რა თქმა უნდა, შესაძაც იცით. არ ვიცი, მომიყევით. ბიჭები გიფთან სიგარეტს ეწევოდნენ, უაცბად ხმაური გაისმო, ნახეთ რომ ჩავარდნილი იყო. მიმართეთ, ხოვეთ, მოვიდნენ უცბად, მაგრამ დღემდე ზუსტი პასუხი არ ვიცით, რა იქნება რა. მინდა რომ მოგვეხმარონ, დაგვეხმარონ, ბავშვებია, მოხუცებია, სკოლა არის, სასწავლებელია, მუშაობენ და უნდა ვიცოდეთ საწევიდეთ. მე ამბობს რომ თავაზობთ ამ ოჯახებს რომ გავიყვანთ ქირითო. მადლობელი ვარ, ბიჭებმა, ზოგს უნდა წასვლა, ზოგს არ უნდა წასვლა. და ვიცი რა, მინდა რომ მალე გავიგოთ. საფრთხის წინაშე გავარ თუ არა ეს ჩვენ მოსახლეობა. მეტი აფერი არ მინდა. ანუ ჯერ დასკვნა არ არის მომზადებული და არ იცით არის თორე საფრთხის შემცველი. თავ კორპუსი არ არის ავარიული? არა, პირველი შემთხვევა არის. პირველი შემთხვევა. მეცაი მოვალა. თავ კორპუსის ქვემოთ ასევე დგას წყალიო, როგორც მოგწერეს ამ კორპუსიდან. ორი კორპუსი ამის იქიდან კანალიზაცია რა ვიცი ხა ზამთარია, ისე წყალი დგება. ეს ისე რაც ეს სახლი ყოფილა, აი წყალზე აშენებული აქ წყალი ყოფილა ადრე და ეგება რა ვიცი. ანუ სისტემატურად წლების განმავლობაში დგას წყალი? კი, კანალიზაცია ხან გამოვიძახეთ, ხან გაგვიკეთეს, ხან ამოუკაჩეთ, ხან საშველი არ გვაქვს. ამიტომ ვითხოვთ ყოველნაირ დახმარებას. ანუ კანალიზაცია გროვდება კორპუსის ქვემოთ? კი ბატონო, ალბათ მაგია თუ მათი რა იქნება. თავად სახლში არის რამე ბზარები თქვა? არაფერი არა, ეს აგიხედავთ ეს. ანუ სხვა ბზარი არაფერი კორპუსში არ არის, ხო? ანუ პირდაპირ ჩავარდა ამ სადარბაზოს კიბის უჯრედი, ხო? დროდადრო მოიმატა. ანუ გუშინ და დღეს, ხო, როცა ჩავარდა. ანუ ეს კვირას ჩავარდა, მოკეთ ეს. მე დღის მეორე ნახევარში იყო. სწავლობენ, ანუ დაწყებულია უკვე ექსპერტიზა. მისქეს რომ ინჟინერის იყო და ხან მე არ დამინახია პირადად იყო და რა. მაგრამ თქვენ რჩებით ამ საცხოვრებელ კორპუსში, ანუ გუშინ თითქმის ყველა წასულები ვართ, თქო მოვედით დღეს დილით. წასულები ხართ საათ? ზოგი შვილებთან, ზოგი ზოგს არ ვიცი რა. ხო, ანუ ქირით არ გადასულა არავინ? ჯერჯერობით არა. იმიტომ რომ ელოდებით პასუხს, რომ თუ საფრთხე-შემცველი იქნება, ამის შემდეგ გადახვალ. ბატონო. თქვენი სახელი და გვარი? ნაზი სიმსაძე. მადლობა კაპიტან ნაზი. იგი მერის წარმომადგენელი. ვინ არის მერის წარმომადგენელი? მოგესალმებით ბათუმის პირდაპირ ეთერში, რომ მოგვიყვეთ ამ კორპუსის შესახებ. არის თუ არა ავარიული ეს კორპუსი? მე რა ვიცი, მაგას სამხარაულის ექსპერტიზა დაადგენ. თქვენ ცხოვრობთ ამ კორპუსში? მაგრამ მანამდე თუ შეგიმცნებიათ რამე თქვენ ამ კორპუსში ან ბზარები ან რამე პრობლემა, იგივე სადარბაზოში სადაც კიბე ჩავარდა? არა. არ შეგიმცნებიათ? მოულოდნელი იყო ეს ჩავარდა. და ეს წყალი დგას ო რის გამო დგას წყალი თქვენ როგორ იცით? ეს სადაც არც რამე წყალი საწვიმარი წყლის გასასვლელი არ არის, არსად არ არის. ეგედან საწვიმარი მოდის, პირდაპირ სახლთან ეძღება იტურება. ანუ გაუმართავია სანიაღურე სისტემა ამ კორპუსში? საერთოდ არ არსებობს. გაუმართავი კი არა, გაუმართავი არის, როცა არის და გაუმართავი, მაგრამ ეს საერთოდ არ არის. შეიძლება ეს ამას უკავშირდებოდეს? ეს ჩავარდნა? არ ვიცი, ამას არ საგამართ. უშუალოდ ეს კიბე, სადაც ჩავარდა კიბის უჯრედი, ამის ქვემოთ დგას წყალი კორპუსში?
კორპუსში დგას წყალი. არა ამ კიბის უჯრედის ქვემოთაც დგას წყალი? რის გამო დგას ეს წყალი, როგორ იცით თქვენ? ან რა არის მოუწესრიგებელი? მადლობა, თქვენი სახელი? მადლობა. ეხ მოგვიყევით რა რამდენი ხანია რაც დგას წყალი ამ კორპუსის საძირკველში? დიდი წლებია. წლებია დგას. და რის გამო დგება ეს წყალი, რა არის თქვენ თვითონ? წყალი შეიძლება იყოს ან გაყვანილობა, ანალიზაციის. მაი იქნებოდა ისი, ტრუბები დადიანებული იქნებოდა რა. ხალხი მეტი სკნათმანა ვარიანტია. მე ახალი წყალი რო შემოვიდა ის ზოგმა გააუქმა, ზოგმა ისქნა და ჩადის ის წყალი ნაცვლად ყველა ჩადის ქვევით. მანამდე ქონდათ მიმართული მერიისთვის რომ ეს პრობლემა იყო ამ კორპუსში. რამდენი წლის წინ როდის? წლის უკანია. და დაიწყო რამე მუშაობა შეიცვალა? ჩვენ მოვიდნენ გააკეთეთ მაშინ, მაგრამ მე კიდევ სადღაც სხვა ადგილზეა კიდე დაგეგმილი. ანუ ეს წყალი მაინც დგება საზირკველში, ხო? ანუ გაურკვეველია რის გამოა ეს წყალი? გაურკვეველია შით ვერ შეხვალ, იმიტომ რომ წყალია და ვინმე ვერ შეხვს, უნდა მოიყვანო. ამოქაჩოს და წყალი კანალიზაცია მოიქაჩოს რომ შევიდეს და ნახოს ეკაცო. და ამაზე რას პასუხობთ მერია? ნუ ექსპერტიზას ელოდებიან, მოვიდა ამოიქაჩოს. მოვიდა ექსპერტიზა, ნახა. ანუ ჯერ კიდევ არ მოსულა? რა ორი დღე გავიდა უკვე, ხო? რის გამო ვერ ხერხდება ამ დონეზე რომ მოვიდეს ექსპერტი, რა არის? არ ვიცი ეს მე ვიცი წარმოადგენს კითხება და თქვენ შემოგთავაზეს ასევე ქირით გადაყვანა, ხო? კი. თან ხვდებით ამ პირობას? ნუ რა ვიცი ახლა მე მაქვს სხვაგან დასარჩენ და გადავალ იქ ალბათ. ისაც არ აქვს გადავალ. ანუ ღამეს უკვე აღარ ათენებთ ამ კორპუსში? ანუ გუში ღამე ამ კორპუსში არავინ აღარ ყოფილა, ხო? შეგა 2-3 მესამე უკვე აღარ. ანუ ყველა გავიდა ოჯახ ახლობლებთან, ნათესავებთან. შეგიჩება. მაგრამ შევთავაზეთ ქირი გადასვლა მერია მოსამაშიც. არ ვიცი, მე უკვე თავიანთი გადასაწყვეტია, ვინ რა. ერთად ნაგევა, ერთად. მადლობა, თქვენი სახელი? კახა. თქვენ გითხარით ამ კორპუსის შესახებ, რა შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენი ვარაუდით? კიბის საფეხური იგივე. ალკა რომ არ იყო იმაზე. იგი ჩავარდა იგივე. რამდენ დაზიანებული იყო ეს კიბის უჯრედი? რამდენ დაზიანა? რამდენ არის ალკა რა. მაგრამ ჩავარდნილია თვითონ ეს კიბის უჯრედი, ხო? საკელნიო იგივე. ან თავის დროზე არ იყო სწორად ნაშენი ეს კიბე თუ რა ხდება? რა ვიცი, სალათი დაყრილი და ალკა იყო დაგებული. რამდენი წლის წინ არის აშენებული ეს კორპუსი? 86. 86-ში, ხო? ჩაბარეს. მანამდე იყო რამე პრობლემა ამ კორპუსში? ან ბზარები ან რამე სხვა სახის პრობლემა, მაგრამ თქვენი მეზობლები გიყვებიან რომ თქვენ პრობლემა იყო ის რომ წყალი დგება სისტემატურად ამ კორპუსში. არის ახლაც არის წყალი. ჩანს ეს რომ ნახოთ? შესლაუნდა. ანუ აქედან ვერ დავინახავთ? შესლაუნდა შეგინე. არის შესაძლებელი რომ შევიდეთ? ან არის კი. მოიკითხეთ აბა და გითხარით ხო თუ შეიძლება რომ ნახოთ. მოგესალმებით ბატონობის პირდაპირ ეთერში. ანუ რამდენად გაჩნდა ახლა საფრთხე შეგრძნება იმის გამო რომ ჩავარდა ეს კიბის უჯრედი თქვენს კორპუსში? გაგვიკეთეთ ხო და ან რა ვიცი მოაწესრიგეთ საქმე. მოვიდა ვინმე როგორც ვიცი მითხრას მოვიდა აქ მერიდან, მაგრამ სპეციალისტი არ მოსულა, ხო? ექსპერტი ვინც ამას შეისწავლიდა. და არა იმდენად საშიშიო იცხოვრეთო, მაგრამ რა ვიცი. ანუ კვირას, ხო? ხო. ეს ვინ იყო მოსული? არ ვიცი, მერიიდან იყვნენ მოსული. მილიციელიც იყვნენ ეს მანქანაიდან. ბევრი ხალხები იყვნენ, მაგრამ აგე 3 დღეა ვინმე არ მოსულა. და გიძახებენ, წუხელ ჩამოვედით, ვინმე არ იყო. ყურადღებას არ გვაქცევენ, ხოთ გაგვიკეთოთ. ანუ თქვენთვის არავის არ ჩაობარებია, თქვა ექსპერტის დასკვნა ამ კორპუსში ცხოვრება საფრთხის შემცველი არის თუ არ არის საფრთხის შემცველი, ხო? ჩაობარებია და ასე უპატრონოთ ვარ. ხოთ დაგვეხმაროთ და გაგვიკეთოთ, რა ვიცი და. შემოგთავაზეს თქვენ ქირით გაყვანა ბათუმის მერიამ. ლაპარაკობენ ტომილების სახში წახვალ, თუ ასე იძახიან რა. გოდიში მანქანა გამოიწევს. საქმე რა გვინდა? არანაირად არ გვინდა, ხო? გაგვიკეთონ და ვიცხოვროთ. ვარ და პატარა ბავშვები ხო ჩვენ არ გვყავთ. ავალ ჩამოვალ. მოვიდონ და ცოტა სწრაფად გაგვიკეთოთ. ყველას ასე ჯობია. არ ჯობია რომ ხალხი ცოდვა, ტომილების სახში გადააყრიან, გადმოღრიან.
როდი უფრო არ გააკეთებენ ერთ თვეს, აგერ რომ იქნებით უფრო გააკეთებენ. ანუ კვირას მოხდა ეს შემთხვევა, ეხლა უკვე სამშაბათია, მაგრამ ამ დრომდე არც კი შეუსწავლიათ, მოკლედ ეს რამდენად ავარიულია. საშიშო არის თუ არა, ეს ვინმეს არ აინტერესებს. ეს რას ნიშნავს, რომ ამ დრომდე არავინ არ შეისწავლა ეს ამბავი? ხო და რამდენი დღე არის? სამი დღეა და ხმასაბეს არ გვაქცევი. და თქვენ სადაც ენებთ ეხლა ღამეს? აგენი თან ახლოს ცხოვრობენ აგენ პირდაპირ. ნაცესობა რაცა გაჭირვები. ხო, საშიში. ყველას მისი იგი უნდა მე რამდენი ხანი იყო ცხახო. ხო, მაგრამ ეს ქირით გაყვანა მიუღებელია თქვენთვის? მინდა რომ რაცა ნახო და მოვძებ. მაგრამ მე ვერ გავჩერდე. იმიტომ რომ საშიშია ამ კორპუსში დარჩენა. და კუხნაში რომ ვიყავდა, მაი მე ახლოს ეძაძალა ვერდი ცხოვრობს და მაგრამ ახლა ეს მოხდა კვირას შუადღისას, ხო? ზალაშიც კედლები ასე დაიბზარა, მაგრამ ამის თუნიზა თუ სიკატურის თუნიზა თუ რა ისა არ ვიცი. შეგიძლიათ გვაჩვენოთ? კი, ეძებია. ან თქვენ სახლში იყავით ამ დროს, როცა კიბის უჯრედი ჩავარდა? თქვენ რომელ საფთულზე ცხოვრობთ? აგე პირდაპირ ვერდი ცხოვრობს და პირდაპირ რომ არ იცის. აი ისევ დააფარეს ხის მარინა არ წამოი, ჩემი. იყავ. ნართულე მარინა რა ქილდა ანახე. აგე პირდაპირ ცხოვრობს, აგე ხალხი ცხოვრობენ და უფრო ეშინდა ხალხი. ანუ საგრძნობი იყო თავად კორპუსში ხმაური, როცა ჩავარდა კიბის უჯრედი. იმ ხელა ხმაური იყო რომ რა ვიცი. თქვენი სახელი? ნათელა. ქალბატონი ნათელა. აქ სტუმრები მყავდა, ყველა წამოხდნენ გეიქცენ. ნახეთ აბა. აგზე ახლა რაიონიას მიცემდა ხმაურა. ეს ბზარები, ხო? ო, იქეთ აგერც არის. რამდენი ხანია რაც ეს ბზარები არსებობს? არც ისე დიდი ხანია. 1 წელი, 2 წელი. 1 წელი იქნება. არავის არ შეუსწავლია თქვა ეს ბზარები? ახლა სწორად რომ გითხრა, მეც არ მითქმია. არ მიგიმართავთ არ არავის. მიმართავ, რომ ტყვის ვერ გეტყვით ახლა. მაგრამ როგორც გითხრეს, რომ მეზოლვა მიმართეს მერიას, რომ დახმარებოდნენ იმის გამო, რომ წყალი დგება თქვენი კორპუსის საძირკველში. მაი როდის მიმართეს? 1 წლის წინო. არ არსებობს. ვინ მიმართა? რის გამო დგება ეს წყალი თქვენ როგორ იცით? ჟოლობები ჩამოდის, იმაში მიდის. შეიძლება კანალიზაციების გაფუჭებულია. ადგასუნი თქვა კანალიზაციის, ამ კანალიზაციის წყალია. კანალიზაციას, რავი, ალბათ წამოძრა რაცა. ანუ ეს სისტემა გაუმართავია არ არსებობს თუ რა ახლა ხდება? რატომ ასე მოხდა საინტერესოა იქ რამ ჩაამტრია დასახლებაში ძველი ბინებია და არ ჩამტრევლა. კედლები რა იქნება? ან პადვალში წყალი დგება იმის ბრალია, ან ციმენტი აკლია გაკეთების დროს, რაც ხარ რა ვიცი და რაც რა მოხდა და ხო. ეს არის 86 წელს შეშენებული სახლი, ხო? ეს ახალი სახლია შედარებით. 41 წელი ასე აქ ვარ. აგე წინ ბინებში ხო გადაღმა ხუთიანი ძველი ბინებია. საინტერესოა, აქ ჩვენი პადიესტი არ ჩამტრევლა. ან თქვენ გუში ღამე ამ კორპუსში აღარ დარჩენილ არა, ხართ? არა. და 900 წახვედით ახლობელთან, ხო? აქ ახლოსა ადგილთან წევე ზოგი იმასა ზოგი ამასა და ნაწილებული ვარ. ხო. ანუ ეს მერის ეს შეთავაზება რომ გიქირავებს ბინას რატო არის მიუღებელი? ახლა მითხრა და მოუძებნო უნდა. დღეს შემოგთავაზეს გუშინა რა? არა, ისე კითხვა გადაგეყვანო ცოტა არიცნება, მაგრამ იგი არ აქვია. ყველა მისებთან. ბაღლები აგესწავლობენ, რაც ხაიაგი და აქ მინდა საცხა ვნახო. აქ რომ იქირავოთ, ხო? აქ რა გულით ვიყო და სანამ არ დადგინდება ყველაფერი. ხო. ამ ოთახში იყავით თქვენ როცა ჩავარდა ეს კიბის უჯრედი? კაკრას სტუმრები მყავდა ძალიან ბევრი აგერ და საჭმეს ვაკეთებდი უნდა დებესგა სტუმრებისა და ხელა ხმარქნა რომ ეს კედლები გეზამზარა. ხო და გევედით ყველამ გარეთ. მიხდით რომ რაღაც ხდებოდა სადარბაზოში, ხო? პადიესი უკვე ამონგრებული იყო. გინდა და გაკეთდეს რა მოწესრიგდეს ან არის გადასახლება და მოხდეს. უნდა მოგხედონ თუ არა. ახლა ცუც არ ამბობს ეს მერია იგი რომ იგი აურა ქვია გადაგიყვანთ ფირას გიდიგიხდი. გადაგიყვანთ ერთია, მაგრამ უპირველეს ამოცანა რომ ექსპერტიზას უნდა დაედგინა საფრთხის შემცველი, რამდენად არის ეს გარემო და როგორც გავიგე არ მოსულა ექსპერტიზა და არ შეუსწავლია, ხო? ეს რას ნიშნავს, როცა კვირას მოხდა ამბავი უკვე მე-3 დღეა დღეს და ამ დრომდე ექსპერტიზა არ შეუსწავლია. მე არ მოსულა იმფერი რომ დაადგინოს დიდ შედეგად მოხდა. ხო. ხო. ეგ რას ნიშნავს, როცა უკვე 3 დღის განმავლობაში არც კი შეუსწავლია ვინმეს? აი თქვენთვის როგორც ამ ბინაში ცხოვრობთ, სახელმწიფო თქვენ გემსახურებოდათ, ხო? ჩვენ ამისთვის ვქირავთ მთავრობას, რომ მან შეასრულოს ის, რაც ხელს აწუხებს პრობლემების სახით.
და ეგ რას ნიშნავს გქონდეთ როცა ამ დრომდე არც კი შეუსწავლიან ეს პრობლემა ძალიან მყავს ისეთი მოშიშარაა რამე არ მომდეს მეშინია ძალიან მოშიშარია ხო თავად корпуსი ავარიული არ არის 86 წელს შეაშენებული ხო სხვა რამ პრობლემა გაწუხებთ ამ корпуსში არაფერი არ არის ეს დადგინდეს ყველაფერი кайყოს ეს ადგილი მოგვარდეს ამ ხელა 9 სართულიანის ქვეშ რომ მოყვე რა დაქნა და 9 სართულიანი корпуსი რამდენი ოჯახი ცხოვრობს ამ корпуსში 27 ერთ იმაში ერთ სადარბაზოში ხო იქეთა 27 მეორე სადარბაზოში არაფერი არ ჩამოშლილა ჯერ არაფერი არ არა ამის არ ამბობ ხო ხოლმე ამ სართულზე ჩამოიშალა კიბის ეს უჯრედი ხო პირველ სართულზე სხვა სართულზე არ არის ჩამოშლილი არა ზევით არა მარტო აქ არის ასე უცბად ხმაური შუა დღეს 3 საათზე ხო მოხდა კვირას ორი იყო თუ რა თქვენ სახლში იყავით ამ დროს მე სახში ვიყავით ზევით ცხოვრობ პირველ საათზე აქ ცხოვრობ მაგრამ ზევით მაღლა საათზე თქვენ გაიგეთ ხმაური რა ვიცი ხმაური იყო რა თქმა უნდა დაბლად ახლა ჩვენთან ძალიან დიდი ხმაური იყო იქნება და ხომ ჩაენტრა რა თქმა უნდა ესე იგი ისეთი ხმაური იყო რომ მოშიჩარი ძალიან კიდაღამ გეითიშა ძალიან ხმაური იყო ძალიან დიდი ხმა ქნაო ძალიან მოვდა და მე უთხარი რომ ნუ გეშინია სანამ გარეთ გევიდოდით ვიღაცამ ზევიდან რაღაც გადმოაგდო მე შოკი რაღაცა იმის ხმაურია მეთქი არაო და ხალი კიდაღამ გავაგიგეთ მე ჩამოგიზავა მოშიჩარია ანცნელი ყველა ავათა დღეს დანევროზებული ხარ დიდი პაწაა ავათა ვინა ჯამთელი და ახლა აგით დაგვემაგა ისეს გაჩვენა თავრობა მაიმერია იგინი გითხრა შეხედაში ამოთმა პარკვაში შევიდნენ ხო დერასროლ პარემ ის ვარაუც ვამბობდიაც მოვიდნენ მერის წარმომადგენლები იყო მოვიდნენ მერის წარმომადგენლები ვისაც ძალიან შინია გადაგიყვანთო ყველაფერი თქვეს და ეს ბზარები ანუ რამდენი ხანია რა ერთი წელი არის მაგრამ შიკატური სატურისა მტკიცები არის თქვენ რამდენი წელია რა ცხოვრობთ ამ ბინაში 42 ხანი 40 რაც აშენდა მასმერი აქ ვარ ისე არ ჩახეთქი რომ ასე რამ წნა და ეწყალის ბრალია ქვეშა მაგ წყალი არა ქვეშა ხო იქეთ ის იგია და ეს წყალი რის გამოდგება ამ корпуსის საძირკველში რა არის თქვენთვის ცნობილი ან კანალიზაცია ჯოლუბები ჩადის ან კანალიზაციის სისტემა არის მოშლილი და ასევე არ არის სანიაღურე სისტემა როგორც გავიგე ხო ადგილებში არა სანიაღურე სისტემები გაკეთებული და მიმართეთ ამის გამო თქვა მერია რამდენჯერ მიმართეთ თქვა მერიას ერთ 15 წელს რამდენი წლის განმავლობაში 3 წელს განმავლობაში ხო მაგრამ არაფერი არ მოგვარდა ანუ მერიას ყურადღება არ მოუქცევია ეს არის ბათუმის მერიას შესახედად შესაბამისად ანუ უბრალოდ რომ წყალშია корпуსის საძირკველი საფრთხის შემცველია კანალიზაციის სისტემა დგება და ასე სანიაღურე სისტემა არ აქვს ეს სანიაღურე სისტემა თავიდანვე არ ქონდა ამ корпуსში მე მოიშალა თავიდან იყო მაგრამ როგორ იცი ასე რომ ჩამოდის ხალი პირდაპირ პადვალში მიდის ანუ მე მოიშალა ეს სისტემა და ამიტომ ვერ გადის ეხლა რო შევიდეთ ნახოთ არის წყალი ისევ დგას ამ არის შეიძლება რო გაჩვენოთ კი ბატონო შეხვალ შეულებრივად მაგრამ შეგიძლიათ ვერ შეხვალ გარედან რო დავინახოთ რო ვაჩვენოთ ვალიკები და იგივე და მაიქიდან შემოხდიდე უკან ამხრიდან რო შევიხედოთ არის შესაძლოა მაშინ წავყავით ხო დიდი მადლობა კაპიტანო თქვენ რომ მოგვიხევით თქვენი სახელი შემოხსენეთ გვარი ზოიც ნათელა ზოიძე ნათელა ზოიძის ოჯახში ვიყავით ჩვენ ახლა და მოდით ნახოთ წყალი ამ корпуსის საძირკველში როგორც გითხრეს დგას წყალი წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართეთო ბათუმის მერიას მაგრამ არ აღმოჩნდა ეს იმის საშუალება რომ მოგვარებული იყო პრობლემა. კიდევ ერთხელ განახებთ ჩავარდნილ კიბის უჯრედს. ეს არის აკაკიშანის 26 ბათუმი, სადაც კვირას შუადღისას ჩავარდა კიბის უჯრედი. და ამ დრომდე როგორც აქ გითხრეს არ მოსულა სპეციალისტი, ექსპერტი, რომელიც შეისწავლიდა ამ კიბის უჯრედის ჩავარდნას ამ корпуსში. და დადებდა ერთგვარ დასკვნას არის თუ არა საფრთხის შემცველი ამ корпуსში ცხოვრება. სარდაფისკენ მივდივართ, ხო? თქვენი სახელი? სულხან ზოიძე. სულხან ზოიძე.
თქვენც მიმართეთ კონკრეტულად ბათუმის მერიას. ძალიან ყველა სამეზობლო ხელი მოაწერა საბუთო ყველაფერი ძერები არაფერი ზიარდება არ აა. აი ნახეთ. აქ ნაგავია. შეგნით ვერ შეხ. სულ წყალია. აი. წყალი დგას კი. სავსე წყალი. ეს არის საძირკველი ამ корпуსის, სადაც ჩამოვარდა. მთელი ამბავი და ბავშვები დავატყობდეთ მაგის გულის. თქვენ ფიქრობთ რომ შეიძლება ამას უკავშირდებოდეს ამ წყლის ხანგრძლივად დგომას ამ ტიპის უჯრედის ჩამოვარდნა? ეს უკავშირდება ყველაფერი უპასუხისმგებლობას თავრობის მიმართ. მეტი არაფერი. წყალი დგას. პირველად ხედავთ. იქითაც დგას, აქეთაც დგას, სასკროქში წყალი. ანუ ყველგან დგას. ეს ვარ გაკეთდა, ამე არის. ყველგან წყალი დგას, ყველგან. ხო. რა პასუხს იწერებოდა ის აქამდე ბათუმის მერია? რატომ არ ვაკეთებთო? რეაგირება არაფერი არა. დღეს ხვალ და ამ დრომდე მოვედით. არაფერი რეაგირება. 3 წლის განმავლობაში, ხო? ანუ არ მოუქცევიათ ყურადღება პრაქტიკულად. არა, შესამოწმებლათაც არ მოსულა არავინ. და დღეს რას აკეთებთ? რას გთავაზობთ ბათუმის მერია, რომელიც მოვიდა ადგილზე? არაფერს საშიშროება თუ არის, გაგიყვანთ ხირაში და მეტი არაფერი. ეს როგორი პასუხია თქვენთვის? არ ვიცი, ძალიან უკმაყოფილი. დაუკმაყოფილებელი. ხირაში გამიყვან სადამდე. ნუ დეშ ობიექტურად რო საფრთხეს გააგარიდოთ, ამიტომ ყველაზე ოპტიმალური გზა ალბათ ეს არის ხირაში გაყვანა, ხო? მაგრამ რატომ არის მიუღებელი თქვენთვის ამ ხირაში გასვლა? ისაღებელია კი ბატონო, მაგრამ როდემდე და ბოლოს რა მოგველის მაგი გვაინტერესებს, მეტი არაფერი. ხო. და გვაკმაყოფილებს რამე აკ შეიძლება ცხოვრება, არ შეიძლება. უნდა იცოდეს ხალხმა მისი რა. შვილი მყავს ავადაა ბავშვი. თქვენი შვილი. ხო, სადვარგანური ახლა ეს მინდა ჩემი იყო სადაც იყავით. ან 900-იანი ოჯახი. 900-იანი ოჯახი, ორი ძმა ცხოვრობ, დედა მყავს. და შვილებით ვართ და ორი ძმა. ერთ წლებია ცხოვრობთ ამ корпуსში, ხო? ეს პრობლემები თუ არ გაგეთა, რამე არის შეიძლება. კიდე სხვა პრობლემა არსებობს ამ корпуსში? არა, მარტო ეს წყალი. წყალი დგას. ეს წყალი დგას 3 წელია თუ მანამდეც იდგა კიდე? ასე მაგაზე ბევრ ხანს დგას კიდე. ოღონდ 3 წელის წინ მიმართეთ პირველად მერიას, ხო? და ის რომ ამ დრომდე არ მოვიდა ექსპერტი, ვინც დაადგენდა, რამაც საფრთხის შემცველია ამ корпуსში ცხოვრება უკვე ამ კიბის უჯრედის ჩავარდნის შემდეგ, ეს რას ნიშნავს თქვენთვის? ეს 2 დღის წინ მოხდა, მაი დიდი ხნის არ მოხდა რა, ხო? უკვე მესამე დღეა. და ეს რას ნიშნავს ჩვენთვის და საფრთხეა ყველა ჩვენთაგან ისა რა. გვეშინია სახში შესვლა, ტანსაცმელი გამოვიცვალოთ, დებიბანოთ ელემენტარულად და ასე შემდეგ რა. ვერ შევდივართ სახში. მაგრამ რჩებით ჯერ კიდევ ამ корпуსში. ვერ რჩები, ვერა. არ რჩები. ან გუშინ ახლობელთან იყავით უკვე წასული? მაგრამ აპირებთ მიიღოთ ეს მერიის შეთავაზება და ქირით გადახვიდეთ? ჯერ კი, მაგრამ ჯერ მივიღებთ იმ შემთხვევაში რას დაგკვირდება ბოლოს. ბოლოს რა იქნება თუ არა, თუ გადაგიხდეს კი ბატონო. ახლა ჩვენს ხვდებით რომ ასე უცებ ბინები არაა და რამე არაფერი არა და რაღაცა პრობლემებია და ვნახოთ და რა იქნება. მაგრამ გამოდის რომ ეს არის უმოქმედობის შედეგი, ხო? ხელისუფლებლად უნდა დავემორჩილოთ, მეტი გზა არ გვაქვს და ქუჩაში ვერ ვიცხოვთ. მაგრამ გამოდის რომ ეს თავრობის უმოქმედობის შედეგია, ხო? იმიტომ რომ 3 წელი არ ემოქმედეს და არ გააკეთეს არაფერი. თქვენას ფაქტი აგერა. აჩვენეთ ხალხს ფაქტი მაგერაა. ფაქტი ან როგორ დგას წყალზე ეს корпуსი, წყალი დგება корпуსის საძირკველში. ფაქტი დგას მაგერა და ნახოს ყველა. არის მაგო. და ერთი ნახე. ამენ თუ ვერ შეხვდები, გემისტაშე, აგე. თელ. გემისტაშე ხვიდე თუ. სახლი დაძირულა. ამ ბინას კიდო კაიძრე. აისა. ამ ხელა წავდი გაშუქა. ყალი აბა ეს წლეობით. აჰა, კანალიზაცია იქნება, მეტი რამე. გამარჯობა. რამდენი წელია რაც დგას ეს წყალი ამ корпуსის 10 წელი. რაც განაწილდა, მე მგონი დგას. რის გამო? კანალიზაცია. კანალიზაცია. და რატომ ვერ მოგვარდა ამ დრომდე ეს პრობლემა? ეს 2 წლის უკვე გააკეთა. კანალიზაცია მიგონი გააკეთა. მაინც გადის. 3 წელია მიმართეთ და არავინ არ გამოჩენილავა, თქვენი მეზობელი გუყობ. გააკეთეს. არა, მაინც ხდება წყალი, რა ვიცი, კანალიზაცია. კი არ გააკეთეს ამოტუმბეს უბრალოდ, ხო რა გაკეთებული არ იყო არაფერი. კანალიზაცია. პროსტა ამოტუმბეს. მანქანებით ამოტუმბეს და ხშირად.
ეს და შესაძლებელია ეს არის 40 წლის ტრუბები ეს ყველა გამოსასწორებელი კანალიზაცია შესაძლოა ხალხი ხო ვერ იზამს მათი ხარჯი მესმის აი ბოლო ორი წელი ყოღოები გჭამს ყოღო სუნიც დგება ამ კანალიზაციის გამო ხო ბუნებრივია ზაფხულში რომ დუღდება ხომ დგება აქ მეზობელ корпуსებში თქვა რაც თქვენს მეზობლად დგას აქაც არის ანალოგური პრობლემები რას აპირებთ ახლა? თავრობამ და გვიშველოს და ვემორჩილოთ და რას ვაპირებთ თქვენი სახსრები არა რომ ამე თავრობას და დაემორჩილოთ თუ თავრობამ და დაგემორჩილოთ რომ ჩვენ ხომ თავრობას იმით ვქირავთ რომ მან ჩვენი პრობლემები მოაგვაროს და ჩვენს უნდა რასაც შემოგთავაზოს უნდა დავკმაყოფილოთ და მეტი გზა არ აქვს და ბავშვებით და მშობლებით ყავს მოხუცებულები ქუჩაში ვერ დავჩერდეთ აუ მესმის კარგით მადლობა რაცა რეაგირება უნდა მოხდეს ჩვენ ვუსვეთით მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აკაკიშანიძის 26 ნომერში. ჩვენ ახლა გვაჩვენა ერთ-ერთ მოქალაქემ, ვინც ცხოვრობს ამ კორპუსში, როგორ დგას წყალი ამ კორპუსის საძირკველში და გითხეს რომ ეს წყალი წლებია, რამდენიმე წელია დგას ამ კორპუსის საძირკველში. როგორც მათ გითხეს ახლა ჩვენ საუბარში, დაახლოებით 3 წლის წინ იყო მოვისული აქ პირველად მერის წარმომადგენლები, მერის სამსახურები, მათ ამოტუმბეს წყალი კორპუსის საძირკვლიდან სარდაფიდან და შემდეგ ისევ დადგა წყალი რომელიც კანალიზაციის წყალია ასევე სანიაღვრე წყლები რომელიც დგება კორპუსის სარდაფში და საუბრობთ შეიძლება მას უკავშირდებოდეს სწორედ ამ კორპუსში კიბის უჯრედის ჩამოშლა აი ესე გამოიყურება ახლა ეს კიბის უჯრედი რომელიც ჩამოიშალა 3 წლის წინ კვირას მას დააფარეს ხის ფიცრები ადგილზე როგორც გავიგეთ მოსული იყო ბათუმის მერის წარმომადგენლები მათ შესთავაზეს მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილზე გაყვანა ქირით რასაც ჯერჯერობით გაუტკოველია თაფთობიან თუ არა აქ ცხოვრობი მოქალაქეები ისინი ითხოვენ პროექტში მოვიდეს ექსპერტი, რომელიც შეისწავლის ამ კიბის დაზიანებას, სადარბაზოს დაზიანებას, რომ მათთვის იყოს გასაგები არ თუ არა საფრთხის შემცველი იმ კორპუსში ცხოვრებას, რაც ისინი წლებია ცხოვრობენ. მაგრამ მოქალაქეები საუბრობენ იმაზე, რომ უკვე 3 დღე არავინ მოსულა სპეციალისტი, ექსპერტი, რომელიც შეისწავლიდა ამ კორპუსის სადარბაზოს დაზიანებას და კიბის უჯრედის ჩავარდნას, რაც მოხდა კვირას 3 დღის წინ. ასე მოქალაქეები აღნიშნავენ იმას, რომ 3 წლის განმავლობაში აქ არავინ მოსულა მერის შესაბამისი სამსახური, რომელიც მოაგვარებდა იმას, რომ ამ კორპუსის საძირკველში, სარდაფში დგება და მუდმივად დგას წყალი. ჩვენ ახლაც ვნახეთ კადრში, როგორ დგას წყალი ამ კორპუსის საძირკველში. დაახლოებით 3 წლის წინ მიმართ ბათუმის მერიასო, მაგრამ ამ დრომდე არავინ არ გამოჩენილაო. მოგესალმებით, გითხარით თქვენი სათქმელი, პირდაპირ ეთერში ვართ. მე არ მინდა არც გამოჩენა, არც არაფერი, მაგრამ პრობლემა მოდის პადლიდან. დიახ, სადაც დგას წყალი. ნახეთ ეს წყალი. წყალმა დაგუბებულმა წყალმა გააფუჭა კედელი, რკინა, საყდენი, მამოძრავებელი, ასასვლელი კიბეები, ყველაფერი გამოსწორებადია. ღმერთმაც ის ეკნას, რომ ყველაფერი გამოსწორდეს და მშვიდობიანად მოგვარდეს. რატო ვერ მოგვარდა ეს პრობლემა უკვე 3 წელია? ვინ თქვა 3 წელია? თქვენ რომ მეზობლებმა ასეთ თქვენს რომ მიმართეთო მერიასო, რომ წყალი დგება და დგას შენობის საძირკველში. პრობლემა კი მოდიოდნენ, ქაჩავდნენ, შრებოდა, მაგრამ თუ კანალიზაციის ტრუბა და მილი არ გამოსწორდა, იქ არაფერი არ მოგვარდება. და რატო ვერ მოგვარდა ეს პრობლემა? ანუ კი მილი რა რომელიც ანუ ეს ნიშნავს რომ არ მუშაობს მერია შესაბამისად და არ აგვარებს პრობლემებს. წყალია. კი ბატონო. ვაიმე. დიახ, გისმენ. იმაში არ გამომჭირდა. დიახ, დაასრულეთ თქვენი სათქმელი, ქალბატონო. წყალია ამდენი წელია და უნდა მიაქციონ ყურადღება ჭირდება ბინას. კონტროლი.
აბა ნახეთ რა მდგომარეობაში იყო დედაჩემის ბინა, ხომ შედი? დიახ, ეს თქვენი სახლია, დედაჩემის ხო? ბინა, ხო. მე ახლა აქ ცხოვრობ, მაგრამ მაინც დედაჩემის გვერდზე უნდა ვიყო, ხო? არა არის პატრონი არ არის ამ მდგომარეობაში დატეხეს ბალკონები, ყველაფერი მიშენებულია, დეივზა რა სახლი. ანუ სახლის ავარეული გახდა უკანონო მშენებლობები. კიბერა დღეშია ხომ ხედავთ თქვენი თვალით და იმასე. თქვენი ვარაუდით რას უკავშირდება ამ კიბის უჯრედის ჩამოშვა? ძალიან დიდი ხმაური იყო. კი, ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ამას უკავშირდება ამ წყლის რახა წყალი დგას ამ корпуსის საზრდოებში? რა ვიცი, გამოიჭახო როგორი. ამოქაჩვა პრობლემის გადაწყვეტა თუ უნდა მოგვარდეს, მაგრამ არ დგებოდეს корпуსის საზრდოებში. მე როდის პრობლემია გაკეთებული. ანუ 3 წელია უკვე არის ეს პრობლემა და თქვენ კიდე ამბობთ რომ გადაიდოს ამ პრობლემის მოგვარება ამას ამბობ. კაი, გავიგეთ. მოგეთ ასეთია მოქალაქეების სათქმელი აკაკიშანის 26-ში, სადაც 3 დღის წინ კვირას, შუა დღისას ჩამოიშალა კიბის უჯრედი და მოქალაქეებს აქვთ საფრთხის განცდა, რომ საფრთხე ამ корпуსის ისევ დარჩენა, ამიტომაც ისინი ელოდებიან კვალიფიციურ დასკვნას, ექსპერტის დასკვნას, რომელიც დაადგენს არის თუ არა საფრთხე ისევ ამ корпуსში ცხოვრება. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა ამ დროისთვის, მადლობა რომ გვიყურეთ. ესწორედ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან ან გაზეთი ჯი მიკრომიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.